მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და ტელემაყურებლებო ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი ვინც ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და მე 800 ლარი მომაგებინა ამასაც ტაში უნდა მეგობრებო ასევე გილოცავთ იმ ფაქტს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი მეგრული გოლი გავიდა როგორც იქნა. დიახ. იცინე, შენ ჩემო პატა და კვარამ გაიტანა მთავარი გოლი. დიახ. მართალია მეოთხე, მაგრამ 3-0-ზე კიდე ქონდათ იმედი და მეოთხემ საერთოდ მოუკლა შანსები მეტოქე. კი ბატონო, თუ დააკვირდი, რამდენი რეკორდი მოიხსნა იმ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ამ ხელა სხვაობით არავის არ მოუგია. ეს ერთი. ჩემპიონთა ლიგაში ქართველს აქამდე გოლი არ გაუტანია. ეს ორი. და PSG-ისთვის ამდენ ქართველს არასდროს უგულშემატკივრია. ესეც 3. ფრანგები წლების განმავლობაში ელოდნენ ამ გამარჯვებას და ისე გაუხარდათ, რომ სულ დაანგრიეს პარიზი. რომის გუნდს მაინც მოეგო, არ დაეტყობოდა. მართლა რა მაგარია, კვარა. იტალიაში კვარადონას ეძახიან. ახლა ალბათ საფრანგეთში ხვიჩაელ პლატინის ან კვიდანსში არქმევენ. და ფეხბურთის ახალი მეფე რო გახდეს, ხვიჩიტოს, კვანტეს, დონ ნასიმენტოს დაუძახებენ ალბათ. და კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი, საქართველოს პრეზიდენტი ხვიჩას წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვებს. აიც რამდენს ნიშნავს პრეზიდენტი რო ყოფილი ფეხბურთელია, იმედია კვარას ამ საჩუქარს არ აკმარებენ და გელა ბარკალაია ახალ ნარდ საჩუქებს. დაველოდოთ მანამდე კი შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე უგრავს და გეიბის განწყობაზე გვაღენებს გზავრები და გიორგი შოშიტაშვილი. კარგი ხარ, რადგან ფეხბურთით დავიწყეთ, ვთქვათ რომ ჩვენს ნაკრებს ამხანაგური მატჩები აქვს. დღეს გქონდა ფარერებთან თბილისში და 8 ივნის გვაქვს კაბო ვერდესთან ქუთაისში. ხედავთ, რამ ყელაზე წავედით. უკვე ფარერებს და კაბო ვერდესაც ხვდებით. კარგია, ამ გუნდებთან თამაში საფეხბურთო გაკვეთილიც იქნება და გეოგრაფიულიც. სადა ეს ქვეყნები გავიგეთ ბოლო-ბოლო. უბრალოდ რო ვთქვათ ფარერებთან ამხანაგური და კაბო ვერდესთან ზვაკაცური. რადგან თამაში ქუთაისშია. კაბო ვერდეს პირველად ვხვდებით. კი არა ფეხბურთს თუ თამაშობდნენ, მე მაგალითად ეგეც არ ვიცი. შეიძლება მე არ უნდა მცოდოდა, მაგრამ რავი, ვინც ფეხბურთი იცის, თქვენ თუ იცოდით, კარგია. მეცაც გეტყვით ჩემო პატა, მე საერთოდ მედიკამენტი მეგონა კაბო ვერდე. მოკლედ, ისეთ გუნდებს ვეთამაშებით, მარტო მამარდაშვილიც რო გავიდეს მოედანზე, ესენი გოლის გამტანები არ არიან. კაბო ვერდელებმა მოვიგებთ თუ წავაგებთ, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია დედამიწის ცენტრს ქუთაისს ხო დავათვალიერებთ და ცრემლებით ითვალებიდან. ასეთი გუნდები იცით რატო ჩამოყავთ? იცი შენ? არ ვიცი. ბილეთები რო იშოვო ადვილად. აბა, აი გუნდებზე აკრობენ ეგრევე და აქ ეხა ხალხს რო რაღაცა პატარა გააკეთებს. ლოგიკურია, ჩემო პატა, კი ბატონო, ამასობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება შვედეთში. მოიჩე კაცო, ევროპის ჩემპიონატი შაშენ არ იყო? ფეხბურთში არა, კაცო, შვედეთი ტრადიციულად ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს სექსში. კარგია. მიყვარს ეს სპორტი. რაც შენზე ხარ დამოკიდებული ბოლომდე. მან ვაიც ვერ იტყვი, საჭმა წავაგებიდაო და კაია რა. ხო, ძალიან ეს ერთადერთი სპორტია, სადაც დამარცხებული არ არსებობს. კი ბატონო. აი ხა რაც ჩვენ ხუმრობთ და 2016 წელს შექმნილა ამ სპორტის ფედერაცია.
ნეტა ჩვენთან თუ ყავს წარმომადგენლობა როგორ მაინტერესებს. კი, და სადაა თუ იცი? სად? აი მასაჟის სალონი რო აწერია გარედან. რომ მიხვალ უნდა იკითხოს სადა. კარგია. რო ერკვევი შენ სპორტში. მაშინ ისიც გეცოდინება ფეხბურთში გამარჯვებულს ოქროს ბუს ჩუქნიან და მან რას ჩუქნიან ოქროს რას? აბა შენი აზრი. კაჟდია რა. ხო, რა შუქნიან არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთი შანსი გვეძლება. შარშან მეოთხედ ფინალიდან რო გამოვარდით და უნდა გამოვასწორ. პატრა გამოვარ. აბა რა ვქერით. მე უნდა მივიღო მონაწილეობა. რო საერთოდ აღარ მიგვაღებინა. წეს თურმე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ამ ჩემპიონატში არ მონაწილეობენ. არ გვცალია მე და შენ დავიწავიდოდა. დიახ, უფრო როგორ გითხარ, სხვა ქვეყნის სახელით გამოდიან. სექსებში მაგრები ვართ, მაგრამ მორცხვე. სანამ გაირკვევა. არა და კაი სექსი, კაი ადგილი და მე მილიონი, რა ვარ? აბა. ჩემპიონებს ხო მილიონი წავიდა. წავიდეთ ორივე და რო შევენაცვლოთ, გავიყავთ მილიონს. კარგი გავაგზავნოთ. გავაგზავნოთ, ფიქრობ ბილეთსად ვიყიდო. მიდი. სანამ გაირკვევა ტურნირის რეგლამენტი, მანამდე კიდევ ერთ კვლევას გაგაცნობთ. თურმე ტყეში გატარებული 20 წუთი სტრესს ამცირებს. კი, მაგრამ გელი გჭამს და შეგიმცირდება ეს გაგიქრება. კარგია, ტყეში გატარებული 20 წუთს შვედეთში გატარებული 5 წუთი მირჩენია მე მაინც. თან ტურნირზე ხარ მთლად მაგარი. აი, კარგი, ეს ვის? ხედავ რას დავაგვირდი, მათა იცი, იმიტომ რომ სოკო ბედნიერი არის ზოლი. ეს რო ამოდის. სად გინახავ დეპრესიული სოკო მითხარი თვითმეს, ან დასტრესი. ეგრეა, კი, ნამდვილად. ამ გელი გინახავთ ფსიქოლოგთან მოვისმენ. მე არა. ანუ ტყეში სეირნობა მართლა ამცირებს სტრესს, ხოლო დათვი თუ გამოგეკიდა ადრენალინის წევს ზევით. ეგეც კარგია. თავარი არ უნდა დაგეციოს ეს დათვი. კი ბატონო, მაგრამ სად ვეძებო ახლა ტყეს, სტრესის მოსახსნელად? აი სად არის? რატო მაგალითად საბადურის ტყე ხო აქვია? და მე იქიდან სტრეს მოხსნილზე რომ გლდანის საცობში უნდა ვიდგე დიდი ღმამდე 3 საათი, არ დავისტრესები თავიდან. კარგი, კი ბატონო, მაშინ შეგიცვლი თემას. შეცვალე. დაგსტრესო გინდა? აღარ მინდა. შეცვალ ხო, ძალიან გიყვარს ფრენა. მე კი გიждები, რა კარგია. ხო და შემდეგი თემა ფრენაზეა. ტოკიოდან ჰიუსტონისკენ მიმავალ რეისზე გზავრმა კარის გაღება სცადა და ამის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. უცებ მარშრუტკაში ეგონა თავიდან ჩადიოდა, რა ვიცი, რატო ეცარი? მგონია მართლა მარშრუტკაში ეგონა თავი. პილოტისთვის დაუძახებია რო გადახვალ გააჩერეო, მაგრამ პილოტს ვერ გაუგონია და ეს ადგა და დაიჯაჯურა კარი. მე როგორ შეიძლება? აი შეიძლება აფრენი თვითმფრინავზე კარის გაღება? ამ ხელა კაცმა, როგორ არიცი ეს რისთვის აქვს პანჯარა? ნუ თუ მაინც შეაღე ჩადეო უთქვამს, მაგრამ პანჯარა არ იწეოდაო. თორე სარიელი ჭიქის გადაგდება მინდოდაო, თან ცოტა ჩაიხუთა და ვიფიქრე გავანიავებ თან. ხშირად გავხდი რომ წარმოვიდგინე ჩახუთული ჰაერი თვითმფრინავში. ალბათ ამ ფაქტის შემდეგ ბორტ გამცილებლების ჟესტიკულაციაში დაემატა ეს მოძრაობა. და ბოლოს ყველაზე გემრიელი თემა მოვიტოვეთ. აბა მიდი. 1 ივნისი რუსთავი 2-ის დაბადების დღე იყო და არის. ჩვენი მშობლიური ტელევიზია 31 წლის გახდა. ამიტომ ვლოცავთ კიდევ ერთხელ რუსთავი 2. მე მიგულოცავ ჯერ შენზე ადრე მე მოვედი რუსთავიაში. ერთ მოხვედი ჩემზე ადრე. მე რო აქ მოვედი, მაშინ დაბადების დღეს ბავშვთა გასართობ ცენტრში იხდიდა ხოლმე რუსთავი 2. მაშინ შემიულეთე და საჩუქარი ჩერნი იყოს. საჩუქარს რო გამახსენებ, ვერაფერი ვერ შევარჩიე ჯერ. არა და არ მაქვს საშუალება თქო, მაგასაც ვერ ვამბობ. მაინც და მაინც პირველში გვერდისხება ხელფას. შენ თუ ულოცავ, მიულოცე, ნუ წუწუნებ ახლა. რა ხდება იცი ჩემო ბატა? ისმენ? ჩვენ რუსთავი 2-ისთვის მილოცვად შეგვიძლია და თან მადლობის გადახდაც. ამიტომ ჩვენგან მილოცვა შეიძლება ასე ჟღერდეს. რუსთავი 2-ს
ვილოცავთ დაბადების დღეს, ვისურვებთ კარგ რეიტინგებს და წინსვლას. მეც ვულოცავ რუსთავი 2-ს დაბადების დღეს და მეც ვისურვებ რუსთავი 2-ვით სტაბილურობას, პაატა და ნიკას შოუს განწყობას, დათის სილაღეს და კურიერივით ხელფას ყოველ სამსაათში. ეს მომეწონა. მოკლედ რუსთავი 2 ჩვენი ოჯახია და ყველაფერი მომწონს ამ ტელევიზიის. ადგილმდებარეობაც, შენობაც და დათო კაკულია. სხვათა შორის წეს კორპორატიული საღამო ძალიან კარგი იყო. და რო არ ყოფილა საღამო როგორ იყო ძალიან კარგი. ხოდა ეგ მომეწონა სწორედ. მეორე დღეს პახმენაზე რო არ ვიყავი. აი სხვათა შორის ჩვენ პატარა სიურპრიზი მოუგზადეთ რუსთავი 2-ს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მანამდე კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 1 ივნისი ასევე იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ულოცავთ კიდევ ერთხელ პატარებს ამ დღეს. უფრო სწორად რუსთავი 2-ებს ვულოცავთ რუსთავი 2-ის დაბადების დღეს. ბავშვებს ვულოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და დათის შოუს ორივეს ერთად. მანამდე კი შეგახსენეთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უგრავს და გეიბის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. კარგი ხარ. იქ მოდი დაუბრუნდეთ კვარას ბრწყინვალე გამარჯვებას და აი თავაზობ გვერდში დაუდგეთ ჩვენს ვარსკვლავ ბიჭუნას. რა მაგარ ხასიათზე დააყენა სრულიად საქართველოს. აბა, მაგრამ რანაირად დაუდგეთ გვერდში? აი ერთი რამე სიმღერა ვუმღეროთ რა, არ დაიმსახურა? ვუმღეროთ კი ბატონო. მეგონა პასის გაკეთებას ვთხოვდი და მაგითო დავიბედი უცებ ახლა. არა. მოკლედ ვუმღეროთ კვარას სიმღერა ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც დაფუძნებულია ფრანგულ მეგრულ მოტივებზე. წავიდა! ოცდათერთმეტი მაისი მოვიდა, მეგობრებთან ერთად ყოფნა მომინდა. გავარა ინტერთან თამაშობს სუფრაზე კი მე ვთამადობდა. ანანანა ჩამოასხი ნუ გაათბო. გავარა ინტერთან თამაშობს სუფრაზე კი მე ვთამადობდა. ანანანა ჩამოასხი ნუ გაათბო. მან თავისი შანსი სულ არ გამაზა, მიიღო და შეასრულა ლამაზად. ის ნამდვილი მერცხალია, ჩქიმ ჭიჭე კვარაცხელია და ნანინანა ჩქიმ ჭიჭე კვარაცხელია. ის ნამდვილი მერცხალია, ჩქიმ ჭიჭე კვარაცხელია და ნანინანა ჩქიმ ჭიჭე კვარაცხელია. ეგერთი და სხვა მარავალი ძამია, წიხომ ბევრი სიხარულის ძამია. ქართველები ვეზეიმობთ იქით პახშეღჟენმენი და ნანინანა იქით პაღის შენჟეღმენი. ქართველები ვეზეიმობთ იქით პაღის შენჟეღმენი და ნანინანა იქით პაღის შენჟეღმენი. ლიგა ერთი ჩემპიონთა ლიგები, მანთასების და კენერიგები. აბა მუჭორაკი გუნაჩკი მიჭიჭე მარადონა და ნანინანა ჩკი მიჭიჭე მარადონა. აბა მუჭორაკი გუნაჩკი მიჭიჭე მარადონა და ნანინანა ჩკი მიჭიჭე მარადონა. ჩკი მიჭიჭე მარადონა. არა შეგედაცვალე. ახლა კი ჩემო ძვირფასებო, სტუდიაში ძალიან საინტერესო ადამიანი გვინდა მოვიწვიოთ, საინტერესო და ამავდროულად უნიჭიერესი ვირტუოზი პიანისტი გიგი პიანომენი. მადლობა ბიჭებო, ოქროებო.
გიგი, კეთილი იყოს შენი ამ შემთხვევაში ხელები. შენი ფეხის და ხელების იყოს კეთილი ჩვენს გადაცემაში, როგორც იქნა შევხვდით. მიხარით. სატელეფონო ურთიერთობები გვაქვს ხოლმე ძირითადად, როცა მე თქვენი შემოქმედებით, ასე ვთქვათ, თავიდან როცა ვნახე და მოვიხიბლე და აი ხა იქამდეც მოვედით, რომ ამ ხან თქვენ არ გეცალათ, ხან ჩვენ და მართლა გამახარეთ ჩვენთან რო ხართ მოკლედ. კი ბატონო. ესე იგი, გიგი, რა მინდა კითხო პირველ რიგში რა. პიანომენი, ანუ რაც ნიშნავს ახლა რომ გავშიფროთ რა. ანუ პიანინო სუპერ გმირი. არა. უფრო პიანომენი, ნუ ჩავთვალოთ რომ ყველა პიანისტს ეხება, ყველა პიანისტი არის პიანომენი და მეც ვიყო რა ერთი ესეთი ლაპარაკია და მეორე მითხრა სხვათა შორის ერთმა რომ ამოხსენიო რატო ხარო და რატო მეთქიდა. დაბალ ბგერებსო, პიანოსო, ყველაზე კარგად უკრავო. კაი მეთქი, მადლობა. ისა ჩემო პატარა რომ დავაკვირდი, ჩვენს ვართ პიანომენები. თუ ახლა აღარ ვსვამთ ისე ო, ხო. თუ მაგას პიანიმენი. პიანიმენი ქვია მაგას. ბატონო და კიდე სტუდიაში ჩვენც ყავს ჩვენი ბიჭები, აი მაგალითად. კი ბატონო. კლარნეტმენი პაატა. კი ბატონო, დოლმენი დიმა, დუდუკმენი გიორგი და გარმონმენი გოგია. კი რა არის? შვედიერი ამბავი. ბევრი მენები შევიკრიბეთ. ზულმენები. ესე იგი, პიანომენი გასაგებია, მაგრამ ძველი ფსევდონიმიც გამახსენდა. ვანდერი, ხო? ვანდერი. ხო და ვანდერმა გიჩვლა ეტყობა. ტივიმ დამირეკა და მითხრა რა, სანამ თვალები ავახილე, აზე მოდიო. ხო და მეუთხარი, იო, ხვალიდან ვიცვლი მე. ისე იმერელი ყოფილა და წარმოშობით, ხო? კი, ხარაგაული ბაზალეთი. ხარაგაული. შეგენაცვალება. შენი ჭირი. მე რა თუ უნდა ახლა თქვა მაგას რომ იმერელი როგორ არც მიკითხავს წარმოშობა, მინდორ თვითონ თავისთავად ხო, ნიჭიერი ხალხი ყველა არის მაკედან. აბა რა. კი, ჰამლეტ გონაშვილი. ხარაგაული. არა. უმაგრესი ადგილი. მოგვიგო, ცოტა მოგვიგო, ხო იცი? მოგვიგო ცოტაო. დავიწყო ჩამოთვლა. კარგი და არა, ჩვენ ახლა გიგისთან გვაქვს საქმე. ესე გიგი. კომფორტულიც არის ეხა ეს მოდი ასე ვთქვათ, შენ ინსტრუმენტ პიანისტობა, ხო, შეიძლება ასე ეწოდეს და არა კომფორტულიც. ჩემი შეხედულებით. რა ვიცი, მე მაინც ისე აი გიტარაზე რო უკრავ, წაიღებ ხა ამას, თავს გამოიჩნდა. ხა ყველგან ხო ვერ წაიღებ ხა ამას და აი მაგ შემთხვევაში საერთოდ სუფრასთან როგორ არის დამოკიდებულება გვინოსთან, ამბავთან. ერთხელ მივედი ერთ ადგილზე. დია. ჭიშკარში შევედი და ეს ორგანიზატორი მეუბნება რომ როიალი სად არისო? ხო და მეთქი აი ერე ჭიშკართან კარი გაუღე პულტი შლაგბაუმია მეთქი და ეხა შემოვა მეთქი. სადა როიალი თქვენ არ გაქვთ მეთქი და დამახვედი. ესე ვიჯექი და ფორტილი რო შემოდიოდა იქ ფურშეტზე ეს ერთი ხელი ეს ორი არ მეტეოდა იმას. ესე იმე გაირო პროფესიონალი ვარ და ძალი ხელი. ეს გამლელები მეუბნება რა საკეთებო? უკრავ მეთქი და კარგი. ერთი ხელით უკრავდი აქეთ. და კარგად დაუკრავდი. კი. ო, ძალიან მიხვდებოდნენ ახლა. საიდან დაიწყე? საიდან ოჯახში რაღაც ტრადიცია? არა, ტრადიცია ისეთი არა, მაგრამ ნუ ნიჭი ერთ აწლეთში წამიყვანა დეიდამ. ნუ რაღაც შეამჩნია ეტყობა, რაღაც მახსოვს რაღაცას რო ვისმენდი, რაღაც ძალიან განვიცდიდი და რო უყურებდი, ვამბობდი რომ აი ეს აქ მინდა დაკვრა და რაღაც ჩემი ისენი მქონა ეტყობა, მაგრამ მინდოდა სერიოზულად, აი ბიჭების კონკურენტი ვიყავი, სერიოზული დოლი მინდოდა სერიოზულად. აჰა. წითელი დოლი მიყიდეს და იმაზე უკრავდი რა გინა გამოხვიდე მედოლე კაცო რა პიანისტი. მინდოდა და კარგად სერიოზულად. ანუ გიგი პატარაობიდან დაიწყე, ხო ეს ამბავი? კი, 7-დან დავიწყე პიანინო აწლეთში, კი. და მე უკვე მე ნელ-ნელა კლასიკა, ჯაზი, ყველგან ვიარე, წავედი იქ-აქ და ბოლოს რაღაცნაირად ამ ინტერპრეტაცია და რაღაც საკუთარი კი ბატონო მუსიკით და ბევრი კონცერტებიც გაქვს. კი, ეხა საკმაოდ
ისე აეწყო და ამ ხალხისაც ძალიან მადლობელი ვარ, რომ ძალიან ჩართულები არ. საზღვარგარეთაც ახარ, ხო? გასვლა არის ხოლმე, ხო, კულტურის დღეები, ქართული დღეები, ეხაც იგეგმება რაღაცეები. და თბილისში ადგილზეც გაქვს. კი, კონსერვატორიაში უკვე აი მეშვიდეთ იქნება ეხა სოლო კონცერტი. ძალიან კარგი. იგივე მაინტერესებს კიდე როგორ თქვა, ანუ სტუმრად ხშირად ხარ ხოლმე ასე ტელევიზიებში ან ეხა ერთი ისტორია ტელევიზიაში ვარ, მაგრამ რადიოში ვარ და რადიოს ხა არ დავასახელებ. ხო, გასაგები. უკვე იმ მომენტში ვარ, რომ უნდა დაუკრა რა. ეხა წარმოგიდგენთ გიგი ახალ პიესას და აი ესე ვიხედები და როიალი სად არის მეთქი რომ არ არის პრობლემა, რო გახვალო დერეფანში პირველივე ოთახში გამზადებულია, რომ შეხვალ მე გამოვაცხადებო და ცოცხალია რა, ჩანაწერი მაინც ყოფილიყო. 2 წუთში ეთერში ხარო. კაი მეთქი, მე წავედი მაშინ. წავიდა და ეხლა წარმოგიდგენთ გიგი პიანომენი ახალ კომპოზიციას შევაღე, კარიც არის ელია ოთახი. მეთქი ესენი ვერ არიან საწყლი. უიო ეხლავე და მოდის ორი ტიპი მოაკ 5. ეს რა არის მე? პიანინო ვერ ვიშოვეთო. აკარდიონზე უნდა დაუკრა. ასე დადებდე. მოდა მაიცა მეთქი თუ აკარდიონზე უნდა დაუკრა, უკნიდან დადექით მეთქი და ჩაწელეთ დავა ეს. მეთქი თქვენ გიჟებია ჩართეთ რამე YouTube-ი. არა რო დაადგენ, მოდი დავდგებით. უნდა დამეკრა რა აკარდიონზე პიესა საფორტეპიანო. რა კარგი, ასე მარტივი გადაწყვეტილებებზე გიждები რა. პიანინო არისო და აგერ გარბოზე დაუკარით. სულ ახალია ჯერ არავის არ დაუკრავს. შენთვის არისო. არა, ისე თუ რამე შალახოც შეგიძლია რამე. იგაც. შენი ინტერპრეტაციით? შალახო არ ვიცი, მაგრამ ერთხელ მითხრათ გოგოს წინადადება უნდა გაუკეთო და მე ვთქვი მენდელსონი რაღაცა უკვე ის ვარ რა. არა უკვე ეხვეწებიო რა, ერთი აი სომხური რო არისო რა, შალახო. მე ვთქვი ვინ მოკავს მეთქი ცოლად. მაჩვენე ვინ მოკავს ცოლად და შევხედი ამ არა მეთქი ეს ჯობია კი სიტყვის ამაზე. მეუნები და კაიო გენდობიო და всё. ქორწილშიც ვიყავით. უარზე იყო. აი რაღაცა ისეთი ისტორია ხო არ გახსენდება რაღაცა შეკვეთები რო შეკვეთები არ ვიცი, მაგრამ აი მართლა მაგარი ისტორია. ესე იგი შეკვეთა ჩვეულებრივი ღონი ქორწილში უნდა დაუკრა მცხეთაში რა. ხო. შევედი ხა ამ ჭიშკარში და ეს გოგოები ნაცნობი მაინც თბილისია ყველას გიცობს და უი გიგი გამარჯობა მობძანდითო და შევედი ჩვეულებრივად დავჯექი ხალხი შემოდის უკვე გაუხარდა კაცი მოვიდა რა კაია ჩვენთან რო ხარო მეთქი მადლობა შეერთებულია ყველაფერი კი ავედი სცენაზე და უკრავ 1:15 წუთია უკრავ აი ხალხი იღებს ტელეფონები და აგერ ტელეფონი მინდებს და რეკავს უცბად ის ორგანიზატორი რა ხო მეთქი რა უნდა კაც ხო აქ ვარ უკრავ და ჩუმად ავიღე აქ თან უკრავ ამ ხელი და რა ხდება სათხარო გიგივე როგორ ქორწილ რა ქორწილში ხარ სხვის ქორწილში შევედი მე ხა აქედან გაპარო არ გინდა აუ რასაც ეხა ფიქრობ რაღაც პაუზა სადღეგრძო რამე თქვი ვინმე არაფერს არ ამბობ და აქედან ავიღე ეს ლეპტოპი ჩავიდე ჩუმად ესე გავიპარე ესენი მიყურებენ სად მიდის და უცბად ტენტში გავიქეცი იქ 300 აუ რა ქორწილში ჩავატარე 20 წუთი კარგია იცი რა ძალიან ბევრი ხე ჩვენ მაინც ინტერპრეტაციებისკენ რო დავბრუნდეთ შენი ამბები რაც არის ძალიან ხშირად გაქვს აი რაღაცა ქართული კინოფილმებიდან გაკეთებული აი რაღაცა როდის დაიწყე რატო გაგიჩნდა ესე სხვათა შორის დაიწყე პანდემიაში აი პანდემია მახსოვს რიცხვიც მახსოვს 18 მარტი იყო პირველად რომ დაუკარი რეზოლაღიძის ნინოდან რა და იმის მერე ეს ხალხი შევამჩნია ატოება ამ კომპიუტერებთან სახში ჯდომით ყველა იქ ვიყავით რა სივრცეში სოციალურ ქსელში და აი დილა რო გათენდა და მე ვთქვი აი რა უნდათ და რა თურმე ყვარებია და რა ის შოპენი ხო რა რეზო არის ჩვენი და ეს უნდა გავაკეთოთ ისე რომ აი ეს არ დავკარგოთ რა რაღაც კი არ რაღაც
არ შევმატოთ რაღაც ზედმეტი ნოტა, აი ისე გავაკეთოთ, ვცადოთ მეთქი, მახსოვს ჩემ ოჯახის წევრებს უთხრე, რომ აი ხა რამდენიმეს გავაკეთებ, თუ მიიღებენ, მიიღონ, თუ არა შევეშოთ. ო, ძალიან. და მახსოვს, რომ წამოვიდა და იმის მერე ეს აეწყო ეს კონცერტი, სოლო კონცერტები, რაც არის ეს 3-4 დღეში რომ იყიდება, აი მაგის დამსახურება, რომ ესეთ სიყვარული აქვს თან. კი ბატონო, ეთახმები და აპლოდისმენტები მადლობა. ეხლა რა არის, აი ამ ბავში მე მინდა ერთი ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი ფილმი. ალბათ ბევრი ქართველის განსაკუთრებით ვისაც შეხება ქონდა ამ ქალაქთან და იცნობდა მისი ისტორია, მაგრამ ეს ისეთი ფილმია, რომ არ ამგონია ვინმეს გულგრილს ტოვებდეს. არასერიოზულ კაცზე მაქვს ნიკოლოზ საუბარი. არაჩვეულებრივი თავისი გია ფერაძით რა, მერთმა გაანათლა. ძალიან დიდი სევდა ახლავს თან ამ პიროვნებას და რაღაცა თითქოს მართლა გიაზე იყო დაწერილი ეს რა, ისე მოხდა ხო ეს რაღაცნაირად, რომ მისი ცხოვრებას გულისხმობ ამ შემთხვევაში რა, რაღაცა უცნაურად და ძალიან არაჩვეულებრივი მელოდია ფილმს მისდევს, ასე ვთქვა, საუნდტრეკი, ხო? და გასაგებია რომ რაღაცეებს იწევდა და ამიტომაც გააკეთეთ ის ვერსია რაც ბატაშორის ხო ბავშვობიდან იყო ერთ-ერთი ისეთი აი ხო სევდაც იყო თან აი რაღაც ისეთი ყოველდღიურად და რო იცი რა ეგეთი კაცებსაც რო იცნობ აი მართლა ხო და ეგ მიმოქმედა და სხვათა შორის ეგ ვერსია ძალიან შეუყვარდა ძალიან ბევრი მოსმენა ქონდა ერთ-ერთი და მანდ მივხვდი რომ ძალიან უყვართ რა. იცი რა მინდა კითხო ის კომპოზიტორთან დაკავშირებით აი ზოგადად ვინც დაუშვათ შეიძლება ოჯახის წევრები რაღაცები კონტაქტში ვინც კიდე კი მე სულ ვცდილობ გაძლევენ ხო უფლება კი ყველა სხვათა შორის კონცერტზეც იყო ბიძინას სოლი ახლოს ვარ ძალიან რეზოს გოგოსთან, ლელასთან, ლაღიძესთან და ძალიან ისე აი თვი მაგია ყველაზე გადამწყვეტი ჩემთვის რომ მე რო ვიგრძნო რომ რაღაცა არ მოწონს ერთმანეთს რომ მითხრას რომ აი ხო იცი კი კაია მაგრამ მაინც ცოტა ხო აი ის ეგ არის ყველაზე დიდი მუხტი და ძალა რა და მომავლის შემოქმედი ადამიანი ხო რო აი ოჯახი რომ მიიღებს შვილი რომ მიიღებს შვილი შვილმა დამირეკა ეხლა და ძალიან თავარია ეგ ჩემთვის რა და აი სხვათა შორის კუხია ვახტანგ კუხიანის არის ეს არასერიოზული კაცი და აი მაგის ახლა ოჯახის ამბები არაფერი არ ვიცი მაგრამ იმედია რომ კი იცი რატო ამბობ ამას რომ აი რაღაცა ესეთი გეგმა ხო არა გაქვს ჩვენ დიდი სამოვნებით დაგეხმარებით რომ აი მხოლოდ ჩვენი ეს გენიალური ქართული ფილმების მუსიკის კონცერტი რო გააკეთეს სხვათა შორის არა აი ახლა სოლო კონცერტები რაც არის თითქმის ეგ არის კი აი ჩემი იმპროვიზაცია რაღაც მაგრამ თითქმის 95% არის ეს ქართული ახლა არაჩვეულებრივად აკეთებს ამ საქმეს და დიდი მადლობა ამ ერთი კითხვა მაქვს რა ეხლა მე მაინც ჩვენსკენ ტრიალებ ეხლა რომ რამდენად გახსენდება ამ კომპოზიციაზე რამე ტექსტი არასერიოზულ კაც გულისხმობ არა თუ არსებობს თუ არა მე არ მომისმენია ფილმის უცდია და ამბავი ნიკოლოზ შენ მეუნებოდი რაღაცა დიახ და რახან ტექსტი არ არის ამ ჩვენმა ბიჭებმა რაღაც ტექსტი მოამზადეს რა იდეალური და 1000 არ გინდა რომ ჩვენი ტანდემი ვცადოთ რას ამბობ მაგარი იქნება და რაღა ბევრი გავაგრძელოთ მაშინ ჩვენი მაყურებელი გველოდება პირველ რიგში მე მინდა რომ დიდი მადლობა თქვენ დაგიხადო მობრძანებისთვის წარმატებები და დიდი სიამოვნებით აი ბიჭებთან ნიკოლოზთან ერთად დავესწრებოდი შენ ცოცხალ შესრულებას და ეხლა კი ვისიამოვნებ ჩვენ მაყურებელთან ერთად მაგრამ ეს რა გამოვა საინტერესო ექსპერიმენტული ესეც ცოცხლად ლაივში ამის გაკეთება პირველად ნახოთ მადლობა და მოდი ვნახოთ რა გამოგვია
მოგეხსენებათ რუსთავი 2-ზე მიმდინარეობს არაჩვეულებრივი მუსიკალური პროექტი საქართველოს ხმა აქ ტაში მჭირდება. სადაც შანს რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და ახლა გვინდა სტუდიაში მოვიწვიოთ მისი ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე აჩი ჯაიანი. მადლობა არჩილ გენაცვალოს ჩემი თან. აჩის რო დაიმეყო უნდა უთხრა დიდი მადლობა გადევნებთ ყურს მთელი ოჯახი. თვალთან ერთად თვალ ყურს. ესე იგი სულ ახლახანს გამოხვედი მიიღე მონაწილეობა აგერე სამშაბათს და რა შორს წახვედი ხედავ ჩვენ გადაცემაში ხარ უკვე. გაიხარი. საიდან აღმოჩნდი ამ პროექტში ეს მეკითხა. ხო? რომელ უბანში ცხოვრობ? ბათუმიდან აღმოჩნდი ისე. ბათუმი. ზღვისპირეთიდან, მაგრამ მოხვედრის ისტორია ცოტა უცნაურია. ჯერ ბათუმს ერთი აპლოდისმენტები არ გაუგზავნოთ. ჩემო ბათუმელებო, ოქროებო და კარგები. გენაცვალეთ ეს საფული რო ახოვნება გავაძლიეროთ. ტაში გავაძლიეროთ საფული ხო. კარგი, გითხარი მაშინ შენი აქ მოსვლის ისტორია. მე გამოვდიოდი და მონაწილეობას ვიღებდი. ამოვდიოდი არა, მივიღე მონაწილეობა რუსთავი 2-ის პროექტში, გვაჩვენე შენ ხმაში. საიდანაც მუსიკალურმა ხელმძღვანელმა შემოთავაზა, ხომ არ გაქვს სურვილი, რომ მეიღო მონაწილეობა აქ. თუ არ ვჩდები, შენ მარტო შენ არ მღერი ოჯახში. რაღაც კარგი ტრადიციის გამძლებელი ხარ, ხო? მამა მღერის ოპერის მომღერალი არის. სულხან ჯაიანი. ბატონ სულხანს დიდი მოკითხვა აქედან, მაგრამ არ იფიქროთ, რომ რამე ჩაწყობილია, მე არაფერ შუაში არ ვარ, რაღაცა 2-3 ლარი შემხდეს ახლა მაგაზე ხო არ არის საუბარი. რა სალამარაგოა? არა, გინას. საერთოდ გავალაღა და ის კეფანი კიდე, კაცო, კაი შემწვარი რო არის, რა ჯობია მაგას. ანუ ოპერის მომღერლები როგორ წავენ იცი კეფას? გადაირევი კაცი. სასაუ. ბავშვობიდან მღერი ესე იგი. ბავშვობაში მღეროდი, შემდგომ იყო რამდენიმე წლიანი მოდი ცოტა წინ დიდი პაუზა იყო და გავაგრძელე. ახლა რამდენი წლის ხარ? 17-ის. ესე იგი რა შენ დაგიმთავრებია. მე მეგონა რომ ახლა იწე თურმე ამა დაამთავრა. 17 წლის კაცო. რასამო? ძალიან ახლა იმას აღარ კითხავთ ახლა რატომ სიმღერა ხო საიდან და არა. ოჯახში. კი ბატონო. დღეს რა სიმღერა მოგვიტანი ახლა იმის გარდა რომ კლავჭიჩი უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს და კლავჭიდის გარდა დღეს მოვიტანე ნათია ზეინკლიშვილის სიმღერა მოდი ჩემო საანტრელო, უბრალოდ უერთმანეთო თქვია სიმღერას, თუმცა ნათია ზეინკლიშვილი ძალიან დიდი მოკითხვა, ძალიან მიყვარს. არაჩვეულებრივი კომპოზიტორი და ნათიას ჩემთვისაც აქვს სიმღერა დაწერილი, მაგრამ მასე კი არ მიმიღია მონაწილეობა ემე. არა, ეს ჩემთვის არა. სიმღერა დაწერილი, ჩვენთვისაც უბრალოდ არ გვაძლევს. არ გვაძლევს. არა, როგორ არა, მოგცა და მიმღერე და ძალიან მიყვარს ნათია და წარმატებებს აი ხა ნახე რა უნდა თქვა. ნათია როარა რამდენი სიმღერა დააკლდებოდა ლამაზი ჩვენ საყვარელ სამშობლოს ხო ასე მამა შენს უყვარს კეიფი მახსოვს მე მამა ჩემსაც უყვარდა უფრო ახლა უკვე ჩადგა რეჟიმში ვარჯიში ხო მაგრამ ხო უყვარდა კი როგორ ეხაც უყვარს შენ უყვარს შენ როგორ ახარ ამ საქმეში მეც მიყვარს ქართული სიმღერა და სუფრა ეს განუყოფელი ნაწილია. როდის გახდა? კარგი, მოდი ერთ პატარა იმას ჩავუტანო. 18 წელს როდის გახდება ერთ სულება? ერთ თვეში ვხდებით 18 წლის. შეგენაცვალე, რა გინა ახალი ბინი თუ შეხვდით, თლად კაი. აი, რატო უნდა მოგცენ ხმა შენ დაუშვით? ნუ ეგ ნამდვილად არ ვიცი რატო უნდა მოგცენ ხმა, მაგრამ რავი. თუ მომისმინონ. მადლობა. გამიხარდი, რა თქმა უნდა. თუ მომისმენენ, გამიხარდება. შემდგომ რავი, ბათუმელები როგორი აქტიურობენ? ხო, ბათუმელები. ჩვენ წინა გადაცემაში ყავდა ბექა. სტუმრა. ბექა მაისურაც. კი, ყავდა და მე ესე ვიყავი აქედან და ჯერ ძალიან გამიხარდა რომ რაღაცა ესეთი რეაქცია ქონდა მიკროფონს. აი რომ ბრუსლის რო რუჩაგო გადაუგდო რა. ხო და აბა დაიჭირე ახლა ეს. შაბათია ერთი მაინტერესებს ერთი რაზღერო და რანაირად უსმენდა და რა იცი ქართული ნაღდი პურმარილური. რიზღებ ხო შორშავ. ყველაზე ადვილ ტექსტებს ურჩევდა ესენის თუ არ იციან. შაბათია შაბათი. შაბათი ხო შაბათი.
შაბათი თავი. მოგეხმარება, მაგას ზეპირათი ეგ არის მაგის მასტერი. აბა მაინტერესებს, რანაირი ალღოთი იმღერებ ქალაქურ სუფრულ სიმღერას, ფანობს. მონალობას გააჩნია ჩემ შემთხვევაში. უთხარი რომელში დაუკრა. არ ვიცი, სადო. მიდი და აყვება. აბა ჰე. აბა ჰე, მიდი. აბა. ასიაცი. დავიდა. ორ შაბათის შაბათია, სამ შაბათის შაბათია, ოთხ შაბათის შაბათია. ხუთ შაბათის შაბათია, პარასკევით შაბათია, შაბათი ხო შაბათია. შაბათი ხომ შაბათია. კვირა. ასე უნდა დაამთავრო რომ არ გამოგ. გენაცვალე, როცა ასე ვთქვათ, გადმოგცემ ბინას, გახსოვდეთ რომ ნოვოსელიაზე ჩვენ ვიქნებით ღმერთმა ყველას წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ საყვარელ და ჩვენს რუსთავიორს არაჩვეულებრივ არხს მადლობა მოუხადო ასეთი კარგი პროექტებისთვის, რომ ახალგაზრდა ხალხს აძლევს საშუალებას თავისი ნიჭი გადმოსცენ და გადააქციონ მთელ საქართველოზე და ღმერთმა სიკეთე და ხელი მოგინახა. აბა ახლა კი გისმენთ დღევას ასეთ აბა გთხოვთ ჩემი გულის გაზაფხულო უშენოთ ქვეყანაზე არ სუფევს აბარილის მზე უშენოთ ქვეყანაზე არ სუფევს აბარილის მზე შეხომ ჩემი რჩეული ხარ ჩემი გული შენ სასენდო მაშამ გზნობის გარეშე წუთითაც არ გვეცოცხლოს უერთმანეთო მოდი ჩემო სიყვარულო ჩემი გულის გაზაფხულო აფიცებს საოცარ დღეს ბედნიერ შეხვედრას ჩემს გაფიცებს საოცარ დღეს ბედნიერ შეხვედრას ჩემს შეხომ ჩემი რჩეული ხარ ჩემი გული შენ სასენდო მაშამ გზნობის გარეშე წუთითაც არ გვეცოცხლოს უერთმანეთო შეხომ ჩემი რჩეული ხარ ჩემი გული შენ სასენდო მაშამ გზნობის გარეშე წუთითაც არ გვეცოცხლოს უერთმანეთო უერთმანეთო აი ეუნები რა, აი სუფეები ხაზეზე მოვდივარ.
დახე ბიჭო, დატრიალ და ზაფხულის სუნი სოფლათა და დეწყოთ ქსორელებსაც ბიჭო. არა იგრე რაღა დაუკრეი პატარო გოუბერავს განსაკუთრებულათა ენაცვალე. თანაწასვლა კი აღარ უნდათ ქალაქში კაცო. პატა და ნიკაი ჩაწირაძე რა უნდა დარჩია ეგ კაი გუდი ყველი ციცმატი კაი მოხარშული კვერცხი კაი მიჩინა შრომამ დავიჩინა ჰა ვიდიო შეგენაცვალე მართლა დადლიარდა ზამხულის არა და ზამხულის ზურელი ვიო აპა რა იმოდენ აღვინო გაკ ჩასუნი რუს ვეღარა მოგუ ხედა რა და ნიკო ვერ ჩამოაგითხავენ მაგარით მაგეს ევიო დეიწყო გადაცემა წამოდი თუ ეყვეწებია და ეგოგია ქორო შეგადა ლოცვით გადარჩელი გეგონება სანამ 3 ლიტრი არ ხილის ვაზას არ გეიმხობს ვიო და დალევს კი არ ეშოვა ვიო ეგრია ირაბანური მამალი გინახია იო ვიჭები უნდა იყოს სადაც უხარია ყოფნა ეგრე ყოფილა ეგრე არის და ეგრე იქნება კაცო უნდათ ქალაქში რა უნდათ არ უნდათ აბა თველი რომ ამადგება ხოლმე იგრე გაიქრებია აიმე აბა ხედავ ვერა ხედავ რამისა პოლიციის ძალებით ვეძებო ოღონდ ამათ გოდნებს ნუ ათრეინებ და რასამოს ვაუ აფსუს სახელი და გვარიც გამქრალი აბა ია ჩათრეული ვახშაიები ვარ და თრევით შენა ხო ძალიან შრომელი მყავხარ შენ ქართველი კაცო შრომა რა უნდა გეზარებოდეს ზავია მართალია მე საქმე რო არა მაგარაბელს მაგალითად აგერ ჩავალ მარაში გედევიღებ ღვინოს გადმევიღებ გედევიღებ გადმევიღებ იერ მესარ იმით ვაკდება ყველა გადაღებაზე 5 ლიტრა მაგასა მეც არ გამიგვიდა ვითხრა როგორ დალევს ღვინოს ამეთი შეგადე მე და მაბრა არა ვიო ისლანგია და მეტანი გძელი და ნაპოლი დრომოდი ზირს გვარ დავაქცე ვიო ხოდა ვიცემს ხახაში ისევე მიამხატოს დავის კალაჯოვია ვიდრე ციხე იქცე დიდიო ხერი ხარ დიდი ვიდრე ეთამაში დამთავრდებოდა უკვე და ანგარიში არიცით რომელიმე ვა ჰა ვიო საქართველოს ფანერებზე ლაბარიხო შენ რა ხო უეჭველი ხო არა თელავი გურჯაანი მაჩი ხო კი და ვიცხე ზამია ღურება მაგრამ შევევიდა ჩემი დაია მარო და გამოყარა გარეთ სტამბოლისას უნდა უყურო რასო სტამბოლისას რაიმე ხო და არ ვიცი მე ვიგებდი ალბათ ვიჯო აბა იზერა ვაიქნებოდა რა თუ ნახლა მაგა მაგრამ რას ვიზამნით ჰა მას ვიზამნით უნდა მეგვეგო თუ ვერა კიდე და მეორე თამაში ხო გვაქვს მალი ჰა ახლა მაცალე შევიწყებ ბარემ რეგიონალური ამების მიოხილვას დამია და პირველ ამბად მაკ ზუსტად ჩადებული ჭირდა კარგი მიდი საიცხე მიდი აბა ესე იგი მინდა გაგახაროთ რომ ეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების და კაბო-ვერდეს მატჩი ქუთაისში გაიმართება 8 ივნისს ამ ხანაგური ყოფილა ზამია ეთამაში სხვანაირად ვერც იქნებოდა ხა ქუთაისში ხო ჩახუდების პოპერების ხო ხანაგურის გალაგია არის ამისი არ წევიდეთ ვიო აიცა სანამ ხლა სადრა უნდა წავიდეთ ეხლა ხალხს უნდა მიუმართო ვისაც ხელეწიფება ამ სტადიონები გაკეთება აი მიყვიდან ამამაგდეთ ერთი მატჩი თელავში ჩაატარეთ არ შეიძლება რომ მეც დავიწყო რეგიონალური ერთი ჩაუწყეთ ყველაფერი ხედი თელავ მაცალე შევასო ვიჯებს რაღაცა შია მაგან არ წევიდეთ თქვა ვიო წავიდეთ მაგრამ უნდა ვქნათ კაცო უნდა წევიდეთ ზამია აბა რა უნდა ვქნათ სულ რომ აყვედრი რავის დღეში ჩემთან ხარო წევიდეთ აწიჩებთან ქუთაისში და დავესრულო აქ თამაშს და მე ამე შეჭად დავჭე დასაცინებლადა ჰა არც მაგის პრობლემა არა ჩემოძამია მაგრამ რატო თუ არა კი თამაშის ვერა დავაწვეთ ეგრევე და თელავში დავიძინებ ჩვენ გებოზე კი არ მიყვარს ადგილის გამოცვლა რაც ვერ ვიძინებ ვიო კარგად ქერო უნდა ისე ხუიაგო ბლოგიში ესა ხუიაგო პროგავიგებ მე რა არის მე უფრო კარგად იქნება ჩემი საქმე ანუ ვერ ისვენებ ალბათ ო დაახლოებით კარგი შესაძყვისი სიტყვა ხუიაგო ვერ ვისვენებ ანუ ხუიაგო რაც ამშვენი ვერ ვისვენებ ხუიაგო აიგა
რიკო ხაჭაპურზე უნდა გადამატარო, ამანდა იმიტომ იგონებს მაგრიტყვებს. რა ვაგაკადრება, ზამია, მაგას რა ვაგაკადრებ. მიიგედია საქაბებელში, მეკრება დაჯავშნილი, რო შედიხარ მარცხნივ, მეორე ვაგი და სულ პორცია ნახევრიანი ხაბებები უნდა მოგაყაროთ, სამ-სამი ცალი როდია, საწემოში. უიდედა, მაგი მეშლება, მიჯუახავე. ამი მუშაობა. ვინი ისე ფეხბურთთან მებიუთქათ, ვითომ რატომ დანიშნეს ეს კაბო-ვერდესთან თამაში ქუთაისში, რაობა არისო, რა ხდებაო? აპა საუნად ენიშნა, ზამია, თელავში. რატო არა, ვიჯო, რატო არა, იო? ასე უბრალოდ ლოგიკური არის, ვიჯო. ქუთაისი და კაბო-ვერდი ასე არის რა. რანაირად? მართალია იგი ქალაქია და იგი კუნძული, მაგრამ ზღვაში ერთია, ორივე თითქოს. აჰა, მაგარია ძმაო, განაგეცილებით, კარგია და ერთი რა მაინტერესებს. ინ კაბო-ვერდელებმა იციან საერთოდ და ფეხბურთი თამაში? რას ქვია, ვიჯო, სხვა რა საქმეა კუნძულზეა? მაგრამ მე როგორც გავიგე, ძლიერი დარტყმები არ უყვართ. რამდენი ოკენეს ჩავარდა ბურთი თურმე გააგზავნეს მოსატანად და ვიღაცეები და შაიჭამას ვიგებმა. მე და რა. არ ურტყავენ ძლიერები, უდარები არა აქვთ მაგრამ. მაგი არა, აძავია კაი ამბავი. აქაც კაცნაკლულები ჩამოდიან, გონია. ის რა ქვია, კაბო-ვერდეს განათლების მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა და კუნძულის დაცვის უმროსმა თუ არის არ გვითხრესაო და დებებატენო. საქართველოს უეჭველი მოუგებთო. აბა რაღაცით გაგვიჭირდება და რა. ხედავ შენა, ახლა აუცილებლად სხვა თემაზე უნდა გადავიდე რა. აგე ამ თვეში იგეგმება წალკი რეგიონში ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასისა და წყლის ატრაქციონის გახსნა. გაიგე შენა. მაგარი დასასვენებელი ადგილი გამო რა იყო რა დამჩხავი. გედა. რა მოგივიდა რა? რა? მე ვარ. როგორ დასვენება ვახსენდა გამენ? აქამდე სადიყავი ვარ გამოდიოდი. გეცარა კურორტის სუნი წალკისა. დამბრძანდი ცემოდაია. დამბრძანდი ცემოდაია. წალკაში. იგი დამბრძანდები. ხო, რა იყო რა? არ მეკუთვნის კარგი დასვენება თუ რა? როგორ აიფიქრობ შენ? მაგ წალკა კიდე ეგრე ნუ უყურებთ. არაფერს არ უყურებ ეგრე. იცი რამდენი რამე გაიხსნა მანდა და კიდე უნდა გაიხსნა? აი ახლა ცუცოტა მალე არა, მაგარი წალკა კი არა, წალკოც დაარქმევენ. იგე? გადახვები შემოდაია. მადარა იმ სიგზე კარტინგის დრას აკეთება თურმე. მე რო გამოდიხარ ბოლოს თბილისში ჩამოდიხარ აქ გლდანისხიდებ. რასა? ეგ რაღაცა კარტინგები ის არ არის, სწრაფად რო დარბიან, ჰა? ეგ არის ძმაო. მე წევიდე ძმაო, ვიგონყავთ არ კიდე ერთი. აიცა კაცო, რა დროს კარტინგებია, ფეხი არ მოიტეხო ძადმე. სახაზავით მამხანე კიდე ამ ზაფხულში თამაშილი შიგნიდან და თუ ძმახარ გამანებით თავი. დედა, ნუ გეშინია. აი კოღო, დედა მოუვა. კი არა ბზუის ახველებს. მაგი დედა ვატინე, ეგ მინდა ეხლა მე ეგ. რა ის გეშინია, ჩემთან ერთად ზავი აგერ არ ვარ მე. გასავლი უცბად მაგისტარება. რა სამობ კაცო? მაგაზე დაჯდომისა და ტარებისა თქვენ რა იცით? რამე რო დაეჯახოთ? არა, რა უნდა მოგვივიდეს ახლა პრინციპში. მოგისვამ გვერდითა და აი ბარგები აქ არ და არ მყავხარ რა. თვითონ იჟვა თავის თავზე თვითონ იდანდეს. შენც დაისვენებ. გვერდით არ ვიცი ახლა ჯდებიან თუ უკანა ჯდებიან, არა მაყირაო აბა. კეფით არ დავარტყა. იტყვი რა, ვითომ რა. მიდი გაცოთ ამაკითხეთ შემდეგი თემა. საქმეები მაქვს სადაც. მიდი წაიკითხე, აი, მიდი ვალოდია სათვალეებში შეგიგეთია და მიდი ა. მსოფლიო რეიტინგებში თბილისი 20 საუკეთესო კულტურულ ქალაქებს შორის დასახელდა. ეაგე? ეთყობა დედაქალაქებს შორის და თორე სხვანაირად თელავს ვერ გაასწრებდა იქ. გამორიცხვა. ასე იგრებოდა, ძამია თუ არა. ქუთაისს გადაასწრებდა თბილისი. ან თელავი. ახლა შენ ცოტა ჭკვიანად იყავ ვიცოდი, კაცო. დედა იჩხუბეთ აბა ეხლა. დედაქალაქია, ბიჭო, მოლედა იმაგივრად რო გეგეხარდეთ, ერთმანეთს აიჭამთ აბა. კარგი კაცო რა. ისე კი კაცო. რა ხან ყველა იქ გარბის? ეთყობა რომ მართლა კარგი არის იქ, ჰა?
კი ბატონო, ვეთახმები მეეჭებ დაიას. და იმასაც ვიტყვი, რომ არ არის ძამი ასე მშრალად გადასაგორებელი ეკამბავი. რა სიტყვი შეძაბია? რაიშლაგი. ეტომაც არა, მაგიდეთაც ვატირი, მაგრამ თელავი კი არ დასახარებულა, კაცო. თუ იკისრებენ, თბილისელებმა დავლიოთ. ჩემი რა მიდის, ეგე? გიორგა როგორ ჩუმად იყურება. ვერ გაიგე შენ რა დიღმელი ხო ხარ? ხო ხარ? ხო და შენი საკისრებელია ძმაოი. ეგრე. აი მე რეფსამო, ბიჭო, რეფსამო. ეგ აკლია ეხლა ყარაბუღაშვილ მაროს, სხვისი მოტანილი სუფრები შალოი, თითილოკაშვილები კარმიდამოში. ეფსა, დღეს მე უნდა გაქეიფოთ ახლა. აი შეგინაცვალე შენა, შენიეთ. შეგინაცვალე შენა, შენიეთ. ხო კარგად ახლა. მე სულ კარგად ვარ და სულ ამ ხასიათზე ვარ ხოლმე, მაგრამ შენ რო ჯიჯღინს დაიწყებ ხოლმე არა, პროტესტის გრძნობა მიჩნდება ხოლმე. აღარ ვარ ჩემოდაია ხვიზავ გააჩუბები მაინა შენ პირში არ არის გაჩენდი რატომ იგარქა ურვარეს ჩემოდაია ახმალი აგარ ჩემი ისერი წვინდა თავში გამაკეთე მართალი მიდი მაშინა შენა დაეტრიალდი გაიგე ჩვენა კიდე მანამდე ჩვენ მაყურებელს ერთ კაი სიმღერას მოასმენებ და ვანახეთ რომელ ზამია პირველი მინის რუსთავის დაბადების დღეზე რო აღნიშნე დაკანა და ვიმღერეთ მასვა რომელი კეიფიც კარგი გამოგვივიდა და ის სიმღერა ხო საუკეთესო იყო არ არის ეგრე ბიჭებო აი ეგრეა ხო და აღარ უნდა ზამი ამდენი ლაპარაკი ახლა მაგას დაუცხოთ ეგრევე და უშოთზე მე ბურბარი ლორონო და მიდი მაგრამ შენ სადევნე თვალი შენ სამღერი ხარ მადა მიდი აბა ნახეთ ეხლა როგორ მიულოცეთ რუსთავი ურსა მოუშვიეთ მამა ტიტრები ვიდგა ირბინეს ლებმა დროგადის და კადრები კი რჩება მოწოდების სიმაღლეზე სულ დგას რუსთავი ორს აქვს ასეთი ჩვევა ახალისებთ მუდამ ჩვენი არხი რეიტინგი დაბლარეცემა კმაყოფილი არის მუდამ ხალხი ხიარული ყველა გადაცემა ზრუნავს ჩვენი გუნდი ოჯახებში პოზიტივი შეგვაქვს ყველა ერთად მიულოცოთ გულით რუსთავი ორს დაბადების დღეა სავენ პატა და ნიკა ყველა შენი მეგობარი ხარობს ამილოცვას უერთდება აქავე სერიალი მიხოცა და მარობს ურჯეკრანზე დიდხანს უნდა ენთო ასი არა უფრო მეტი წლები მუსიკით რომ გიხალისებს ეთერს გილოცავენ ჩვენი ქსოვრელები მუდამ თქვენზე ზრუნავს ჩვენი გუნდი ოჯახებში პოზიტივი შეგვაქვს ყველამ ერთად მიულოცოთ გულით რუსთავი ორს დაბადების დღეა დარაქალი ჩამოვიდა ესე იგი ის არ წავა წამოვა ჩვენ ვარ შემოგვიაროს როგორ დარწმუნებული ვარ რომ მთელი ჩვენი მაყურებელი მიხვდა ვინ არის დღეს ჩვენი სტუმარი აბა თუ იცი ვინ ვინ ჩამოვიდა ცეცხლს რო ანთებს არის ერთ ამბავში ეგენაცვალე ას ლაპარაკობ მოკლედ
შემოგვირბეს შორენა იმნაძე! გენაცვალეთ შემოშორდა. მე ხლა ხო იცი რა გავაკეთე. ნიკოლოზ მარო თქვა რომ სავარძელი შემოვიდა. მე უთხარი არა შემოვლით არის რა თუნდა სავარძელი არცალია მაგას ჩვენთვის. არ მცალია იმდენს დავრბება როგორ მომენატრე. შეგენაცვალე პილოტი ელოდება აგერენ. რა საყარლები ხართ აპლოდისმენტები. სად არის? ესე იგი შემოშორდა რამიდან რომ გითხრა. პირველი შემთხვევა, შენი შემთხვევა და ერთადერთი და განუმეორებელი, როცა აი პირდაპირ სიგიჟეს ატარებ, რომ ესე იგი სადაც ნახულობ YouTube-ია თუ რა ვიცი, სადაც მოწდება ჩემი ყურადღება და თვალები და ესეთი ცეცხლი გოგო ვარ. ცეცხლი აღარ ქვია მაგას, ჭია კოკონა, თავიდან ბოლომდე. მითხარი ხა საიდან შემოგვიარე, სადაც ესე იგი ეხა შემოგიარეთ. ეს ზას მაიმუნობ. შორენა ჩუსტები ეწყო აქ და სად? შეხედე, ეგი რა ოხე, გამოდი ბიჭო აქეთ. მაიმუნობს რაღაცა. მაიმუნობს ქუთაისურად. მითხარი ჩვენთან მოხვედი პირველი? პირველი, ესე იგი გურიდან წამოვედი თქვენთან რომ აი ჭკვიანი ქალია. ძალიან მაგარი სიმღერა მოგიტანა. საჩუქარი არ მოეტანა ჩვენთან პირველი გურიაში ჩავიდა. ის ისტორია ხო იცი მამიდა რომ მივა ბავშვებთან იცი? მამიდა ვერაფერი ვერ ჩამოგიტანეთ შემოგელო ჩვენ თავი ძალიან ჩქარავდიო. წამოსულიყავი ნელა მამიდა. ამაზე მეტი საჩუქარი კიდე აპლოდისმენტები. ესე იგი სიმღერაზე უნდა მითხრა აუცილებლად, მაგრამ ეს სიმღერა ჩვენც მოგწონს და ძალიან ბევრი ნახვებია. ძალიან ბევრი ნახვები და ძალიან ბევრს უყვარს. სიმღერას ქვია შენი ოცნების ქალი ვარ, გიორგი შოშიტაშვილმა კი არა და გიორგი შოშიტაშვილმა დაგიწერა შენ და ეხლა ამბობ სკანდალი პირდაპირ ეთერს. გიორგი შალვაშვილმა დაწერა და ძალიან კარგი სიმღერაა რა. ისეთია რომ ყველას მოსწონს და მეც მომწონს რა თქმა უნდა და ახალი ვერსია არის გაკეთებული პატიკო, რაღაც კლუბური რა, ცოტა ვისვეწკავე, რატომაც არა. კი ბატონო. შეგენაცვალე. და მოდით ერთად, მოდი გავსვეწკრით ყველა თქვენი აპლოდისმენტები. არა, ჩვენ რო გვიყურებ ახანა 6 კაცის ვეწკები დაგვიდით უკვე და შენ ახლა მოკეთ ძალიან მიყვარხართ, ყოველთვის მიხარია თქვენს გადაცემაში მოსვლა, იმიტომ რომ ყველა თანამშრომელი არის ძალიან სიყვარულით, სიხარულით დატვირთული და ჩვენი ბიჭები ხო არ ვიცი, მზედა მთვარე, თქვენ გენაცვალეთ. მთვარი ალბათ დიმა და პაატა და მზეები ახალგაზრდები, ხო? ძალიან დიდი მადლობა რუსთავიორს. მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა, უკარგი არიან. რა თქმა უნდა, ყოველთვის გადავიამ და ყოველთვის მომწონხარ და რა გავაკეთო და უმეტესად მომწონს მიხო და მარო და მთელი ეს. შეგენაცვალე ასე. ყოველთვის გადერევთ, ასე ყოველთვის გადევნებთ თვალყურს, ყოველთვის გიყურებთ. რომელ არხზე ხართ ახლა თქვენ? ესეც ხდება ხოლმე, კი. მომხდარა ხოლმე, რომ ისა, შორე გიждდები, შენზე ისე მიყვარხარ, შორე სულ შენ სიმღერებს უსმენ. რომელ სიმღერას უსმენ? დაი, არ იცი. არა, ხო? არა, საყვარლები. ნუ თავარი ხო გისმენ? რა თქმა უნდა. და თავარია ამ სიმღერას, რომელსაც ახლა შეგვისრულებ, უსმენს მაყურებელი ზუსტად იცის რა სიმღერაა და მოდი დავარქვათ რემიქსის ვარიანტი. რემიქსული, რევას ფიფია, აუცილებლად უნდა ვახსენო, ვინც გამიკეთა. ჩემი ოცნების ქალი. შენი ოცნების ქალი ვარ რა. ხედა, ამაზია საქმე. ზუსტად ხულათან ეძებდი. კარგი. არაჩვეულებრივი შორენა, გითხრობ ჩვენს პატარა მინიატურულ სცენას და ხოთ მიკროფონი მოვართოთ და აპლოდისმენტები. დევიღუპეთ, ბიჭებო, დევიღუპეთ, იტალიაში მივდივარ აქედან და დამავიწყდა რომ მოვეფერო ჩემს ემიგრანტებს. ესე იგი 15 ივნის და 22 ივნის სასწაული საღამოები გელით რომში და ნაპოლში. გელოდები დიდი დედალი ჯექსონი. მიყვარხარ ძალიან. დედალი ჯექსონი.